ევერესტზე მეორე რატო გინდათ ჯანგბადის გარეშე ასვლა? აი, მაგ დროს რა არის? თქვენ ადამიანებს შესაძლებლობას ამოწმებთ? რა არის თქვენი ზღვარი თუ რატო გქონათ ეგ სურვილი? სულ მთელი ცხოვრება, ალპინის დამსვლელი ცხოვრება ეგ არის. ნორმალურად ეგრე უნდა იყოს, რომ აი, რა შეგიძლია, აი, რამდენს გაუძლებ, რას გააკეთებ, ის. გრძნობდი, რომ შემეძლო. ეს იყო 2003 წელი, ესე იგი მე ვიყავი 53 წლის და ეგ საუკეთესო ასაკია. იმაში სასიმაღლო ასვლის დროს რა და მაგრამ არ გამომივიდა რა. ნუ რაღაცა ნაწილობრივ გამომივიდა, იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ დაშვების დროს ასვლის დროს რაღაცა ჩამორჩი რა, ჩამორჩი და მოკლედ ის ჩამოვიდა, მიავედი რა მწვერვალზე და ამან ცოტა ჩამომასრო იმაში ბანაკში და მე აღმოვაჩინე რომ მოკლედ ეს ჟანგბადის ბალონი, იმის ჟანგბადის ნიღაბი არის ნახევრად რეზინი, ნახევრად ტყავი, რაღაც ნახევრად ღია ქვია რა. და აქვს ასეთი სარქველი აქვს, რომელშიც ჟანგბადს რომელსაც მთლიანად ვერ ისუნთქავ, რაღაცა ბურთში გროვდება, რომ გარეთ არ გაიფანტოს, მაგრამ ამისთვის აქვს ისა სარქველი რა, რომელიც იყინება ეს ყინულის ლოლუები და ისინი იყიდებაზე და ამას პერიოდულად იმაშებოდი, ვამტვრევდი ამ ლოლუებს რა და მოკლედ ჩამორჩენა ჩემთვის უჩვეულო იყო, იმიტომ რომ მთელი ეს ერთი თვენახევრის განმავლობაში ერთადნაირად მოძრაობდით და ბოლოს ჩამორჩი რა და რო ჩამოვედი მე აღმოაჩინე რომ ეს სარქველი ეტყობა ამის დროს ამოვაგდე რა, ანუ დარჩა დიდი ასე თქვა ნახრეთი ამ იმაში, საიდან ჟანგბადი პირდაპირ კი არ გროვდებოდა და პირდაპირ გამოდიოდა, ამიტომ რაღაცა ნაკლებობა მქონდა ასე თქვა.